მაგარი. მარიამობის მარხვა დაიწყო და ერთად გავაკეთოთ უგემრიელესი ოსპის წვნიანი. ესეც ოსპუკუნა. პირველ რიგში მოვათავსოთ ოსპი ხვაფში და რამდენიმეჯერ წყალი გამოუცვალოთ, რადგან უფრო სუფთა იყოს ოსპუნა. და შემოვდგათ ცხელ გაზზე, სანამ ჩვენი ოსპი კუკუკუნა ითუხთუხებს, დავჭრათ ხახვით ყლად. ესეც ხახვი ცოტა კი ვიტირე, მაგრამ მოვბრაწოთ ტაფაზე. ითუხთუხე ხახვო, ითუხთუხე. სანამ ოსპი თუხთუხებს, გავთვალოთ სტაფილო და კარგად გავხეხოთ. გავუხეხოთ ყოველი მხარე. რა თქმა უნდა, ნაწილი ვჭამოთ და მივიღოთ ვიტამინები. მოთუხთუხე ოსპუკუნას დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ასევე დავუმატოთ ხახუკუნა შემწვარი და ვურიოთ და ვათუხთუხოთ. დაიბოლა კამერა, დაიბოლა. სანამ თუხთუხებს ჩვენი ოსპუკუნა, დავჭრათ ქინძუკუნა. სანამ ქინძი იჭრება, დავამატოთ მარილი გემოვნებით, რა თქმა უნდა. თქვენ გულს როგორც გაუხარდებათ. და სუნელები, რომლებიც გსურთ. წიწაკად შეიძლება. თუხთუხის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავუკეთოთ ქინძი და ვურიოთ ბევრი. ესეც ჩვენი ოსპი. დასრულებულ, ერთად დავაგემოვნოთ. ეს უგემრიელესი ქმნილება. აი ესეთი თუხთუხა არის ჩვენი ოსპუკუნა და ერთად დავაგემოვნოთ, რა თქმა უნდა. გაუსინჯოთ გემოი და ვთქვათ სიმართლე, მოამზადეთ. უგემრიელესია. არა მარტო მარხვისას, ისედაც. მოამზადეთ ოსპის წვნიანი, იყავით ბედნიერები.